კაი, ესე იგი, რამდენიმე სამი ამოცანა ავარჩიეთ. პირველი იყო, მე თუ სწორად მახსოვს, DSM-ის ხო, ვაგდებ. ხო, DSM 224, რაც არის semi-supervised learning-ის ამოცანა, ან ძირითადად ამ ასე რა ქვია, ეს პერიოდი იქნება ზოგადი პეიპერები, უფრო semi-supervised learning-ი და ამ შემდეგ mix-up-ი და მოკლედ ნახავთ ამ შემდეგ ლექციებზე და სილაბუსში შეგიძლიათ ნახოთ. არის ბინარული კლასიფიკაცია და უნდა დაადგინოთ, კანის კიბოების კლასიფიკაცია, კანის კიბოების იდენტიფიკაცია, მოკლედ რა და უნდა დაადგინოთ არის თუ არა ეგ კიბო ავთვისებიანი რა, მოკლედ ეგ არის იდეა. არის ძალიან ბევრი დაულეიბლებელი მონაცემი, რაც იდეაში თავი ნაწილი არის პლუს დაუბალანსებელია და დასალებლებელია. მიკამ სწორად თქვა რა, რომ ამ მოდულის მთელი მუღამი არის, რომ რთულ დატას ემუშაოთ. ან დაულეიბლებელ მონაცემებს, არასწორად დალებლებულ მონაცემებს, noisy labels, დაუბალანსებელ მონაცემებს, ხო, ბევრი ეგეთ obstacles რა. ხო, მაგის შემდეგი ამოცანა ასევე არის ფოტოებზე, არის ცხოველები, სოკოების რაც მარცვლოვანი კლასიფიკაცია, მულტიკლასია რა, მოკლედ რა. მანდაც იგივე გამოწვევა არის, რომ არ არის დალებლებული მონაცემები, არასწორად დალებლებული მონაცემები და არის ასევე დაუბალანსებელი. ან იდეაში მსგავსი ამოცანებია ძალიან უბრალოდ არის რა არის უბრალოდ რა ნაკლები დატა მე მგონი სწორად მახსოვს ვიდრე ცოტა დატა არის. თუ არა, მოიც არ არის 6 გიგაბაიტი და პირველში არის 155 მეგაბაიტი ფოტოებიანად. რაოდენობაზე არ მახსოვს რამდენია ზუსტად. ხო, მესამე შენი. ხო, გეგენა. აიღო. მესამეზე არის 12 გიგაბაიტი ბირთქლევსე და ოერებით. არა, მე მოვერევი, მაგრამ სერვერი კი არა, ეგლი და ყოლაბი. ერთამით გიგი მომწერა. ვერ შემოდის? ვერა. ჩავდებ და ოკეი. კალენდარში არ აქვს თუ? კალენდარში ხო ყველას გაქვთ? ანუ სხვა არის ალბათ რაღაც სხვა შეხვედრაზე შედის ალბათ არ ვიცი. ხო, მოკლედ მესამე ამოცანა არის უკვე ცოტა უფრო განსხვავებული, არ გიმუშავეთ ეგეთ ამოცანაზე. მე მგონია რომ ეგ კარგია პირიქით. არ არის ფოტოები, არის აუდიოები. მოგიწევთ რაც ახალ რაღაცასთან გაცნობა, ასე ვთქვათ. და მანდაც იდეაში ისევ იგივე პრობლემა არის რა. ძალიან ბევრი არასწორად დალებლებული მონაცემია. ის კი არა რომ დაულეიბლებელი, ძალიან ბევრი არასწორად დალებლებული მონაცემია. და უნდა იდეაში დაადგინოთ რომელი ფრინველის ხმა არის მაგ აუდიოში. მაგაზე არ გიმუშავიათ ვიცი აუდიოებზე, მაგრამ აუდიოები ძალიან გავს ვიჟენს და ეხლა ჰაკათონზეც რომ რაღაცა გააკეთეთ, მე მგონია რომ გადალახავთ მაგას რა. დიდად არ მგონია გაგიჭირდეთ რა. სპექტროგრამაში გადავანის მერე უკვე ფაქტობრივად სუვიჟენია და მოგიწევთ იმ მოდელის გამოყენება დიდი ალბათობით, იმ არქიტექტურის გამოყენება უფრო სწორად, რომელსაც დღეს ვახსენებ. და თქვენ მოგიწევთ რომ გაარჩიოთ კოდიც არის ამ პეიპერში. მე არ ვაპირებ მაგ არქიტექტურის გარჩევას, არ არის ეგეთ კომპლექსური არქიტექტურა მოვირევით, იმიტომ რომ იდეაში efficient.net არის. მაგის პეიპერიც ნახეთ მერე efficient.net-ის და მაგ არქიტექტურის მუღამისაა რომ უბრალოდ სკეილინგი შეუცვალეს scaling პრობლემა ასე ვთქვათ მოაგვარეს რა, თავიდან რეზოლუციას ცვლებით და როგორ შეგიძლია რომ ეს პარამეტრები ძალიან არ გაზარდო რა და ასე შემდეგ მოკლედ რა, არა მარტო რეზოლუციის რა, მანდ შეიძლება ლეიერების დამატებაც ისე მოკლედ ნახავთ ყველაფერს რა. რამდენიმე სხვა სკეილინგი აქვს რა და ეგ სკეილინგი იდეაში პარამეტრებად აქვს გადადგენ, როგორ ასკეილებენ ამ მოდელებს და როგორ ცდიან და როგორ აპატარავებენ. ნიკა, ბოდიში ორ სიტყვას ვიტყვი და მე დაქტოვებ, პროსა ლოჯისტიკაზე მინდოდა რაღაცების გავლა. რომ ხო, ანუ ეს სამი ამოცანა გექნებათ თლიანი მოდულის დამთავრებამდე, ამ სტილისთვის კარგი UI-ის ამოცანა არ ვერ ვიპოვეთ, ამიტომ
ეს სამი ამოცანა სამი ქეგლის competition-ი გექნებათ. მოლოდინი ჩვენი არის რომ ყოველი paper-ის წაკითხვის მერე და გარჩევის მერე შეეცდებით რომ მსგავსი ტექნიკით ამოხსნათ მინიმუმ ერთი მაინც ქეგლის competition-ი მაგ ტექნიკით ცადოთ. მაგრამ ჩვენი მიზანი არის რომ რასაც ახლა თქვენ ისწავლეთ paper-ში ცადოთ მაგის გადატანა რომელიმე ქეგლის competition-ში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის იდეალური ვარიანტია, როცა ერთ-ერთში უდგება და არის რაღაცეები, რაც ნიკამაც ახლა თქვა, რომ ეს მესამე ამოცანაც არის იმას ისეთი რაღაც ხსნის, რასაც ჩვენ გავდივართ, ამიტომ ძალიან მაგრად ემთხვევა. იქნება შემთხვევები, როცა ყველა paper-ი მაინც და მაინც ვერ ემთხვევა, უბრალოდ ის paper უნდა გავარჩიოთ. მაგაზე რამდენიმე ეგეთი იქნება მთლიანი კურსის განმავლობაში, მაგრამ იმასაც ყურადღებით მოვეკეცით. მთელი იდეა არის, როგორც კი რაღაცა თეორიას ისწავლეთ, პრაქტიკაში გადაიტანოთ, არა ზოგადად და მაგისი კოდი გააჩვენოთ, არამედ ცადოთ ქეგლის competition-ს, იმუშავებს თუ არ იმუშავებს. და მაგაზე რაღაც დასკვნები გააკეთოთ. და თვის ბოლოს, ანუ მოდულის დამთავრების მერე ჩვენ გაგირჩევთ უკვე უშუალოდ ამ ქეგლის competition. თქვენ ამოცებსაც გავარჩევთ, შესწავლებს შევადარებთ ვის უკეთესი ქონდა და ორი ლექცია გვექნება მაგისთვის და ასევე განახებთ საუკეთესო solution-ებს. ხო, ამის თქმა მინდოდა და კიდე კითხვა მინდოდა, რამე კითხვა ხო არ არის ლოჯისტიკაზე. რამე ვერ შემოვდივართ, ვერ შევდივართ, რაღაცა ლინკი, რამე ხო არ არის. არამეს გარჩევა ხო. მე ხალხი კალენდარში არ მქონია ეს ისა და. ხო, აი, მაგრამ ხო მოწვევა ხო მოგივიდა გიგი? არა, კი, უბრალოდ ხოლმე ის მეორე დამატებული კალენდარში. ხო. ოკეი. ხო, ბოდიშო წაგართვი, წუთები ნიკა. არ არის პრობლემა. ხო, რა ბედნიერი paper-ის გარჩევა. კაი. მადლობა შოთა. აბა მითხარით ვინ გადახედეთ მაინც papers? ან გადახედვა მხოლოდ ხორ ვიძახით, წავიკითხე, ჩავეძიე და ასე შემდეგ. გადახედეთ. საბაგი გუშულმა დაქტოვა ეკითხა როგორც კიდავს. ხო, მოკლედ გავაზიარებ ახლა. რას? ოკეი, სლაიდებს ხედავთ, ხო? კი. აი, თავიდან დავიწყოთ რა. ან დღეს განვიხილავთ მოკლედ ნახევრად სუპერვიზირებად ნახევრად ზედამხედველობითი სწავლების ერთ-ერთ უახლეს მეთოდს რა, მოკლედ. და ნუ ქვია noisy student training-ი, რაც არის ხმაურიანი სტუდენტის სწავლება. ესე იგი, პრობლემა ბოლო წლებში რა იყო? ანუ ImageNet-ი ძალიან პლატოდებოდა 86%-ზე ImageNet-ის კლასიფიკაციაზე. ImageNet კლასიფიკაციაზე მოკლედ აი 86%-ზე პროპლატოდებოდა, ნუ ეგ არის წლების განმავლობაში მიღებული შედეგი, თან ანუ ვიცით რომ რამდენი competition იყო იქ მაგის განმავლობაში და ვერ გაცდენ მოკლედ 86%-ს და ამავდროულად არსებობს უამრავი დაულეიბლებელი მონაცემები. ან დაულეიბლებელი მონაცემები ბევრად ცოტა არის და რა თქმა უნდა დაულეიბლებელი ახლა როდ მეტი 3 მილიონი ფოტოს ვინ დაალეიბლებს. იდეა იყო რომ მოდი გამოვიყენოთ ეს დაულეიბლებელი მონაცემები რომ გავზარდოთ accuracy-ც და robustness არის უფრო როგორ ან განმაზოგადოთ მოკლედ რა, აი ყველანაირი ეს პერტურბაცია იქნება თუ იქნება რაღაცა აუგმენტაცია და იქნება შენიღბული ბლარი იმეჯი ან მოკლედ ეს ეგეთი ფოტოები იყოს მაინც მაგაზეც ძალიან ზოგადი რა და შეძლოს მაგის კლასიფიკაციაც რა. ხო, ნუ იდეა იყო რომ noise-ი დავამატოთ. self training-ი noise-ით. და ხო, გადავიდეთ ჩვენ სლაიდზე. და ნუ იდეა ალგორითმის იყო ეგეთი. თავიდან ესე იგი მექნებოდა რაღაცა სეტი მონაცემების და დალეიბლებულის. აქ არის აქაც არის ეგ ნახსენები. დალეიბლებული მონაცემების სეტი მექნებოდა და მაგ დალეიბლებული მონაცემებით
სად არის, ხო? ალგორითმი ერთი, ხო? აი, ამაზე ვსაუბრობ. დალეებლებული მონაცემების მიხედვით ჩვენ ვწვდით რაღაც teacher models, არ ვამატებდით არანაირ აუგმენტაციას, არ ვამატებდით არანაირ noise და შემდეგ ამ ძალიან დეტერმინისტული მოდელით არ აქვს არქიტექტურას შუალობა, შეიძლება სხვა არქიტექტურაც ყოფილიყო efficient-ეთის გარდა. ზემოთ კი უწერეთ efficient, ან ეს თავიანთმა efficient-მა მოკლედ იყო ყველაზე მაღალი შედეგები, რაც ნუ მიხვდებით რატომაც რა. აიღებდნენ ამ teacher models გაწვრთნიდნენ ამ დალებებულ მონაცემებზე, inference გადაატარებდნენ 10 ჯერ, 100 ჯერ მეტ თუ რამდენჯერ მეტ მონაცემიც იქნებოდა იმ დატაში და დაალეიბლებდნენ ეგრე, ანუ ფსევდოლეიბლებს შექმნიდნენ. ეხლა გასაგებია. ანუ პირველი მოდელი არის ძალიან დეტერმინისტული, არანაირი აუგმენტაცია და უბრალოდ ჩათვალეთ კონუნეტირო კლასიფიკაციაზე გაცვლა, არანაირი ყველანაირი აუგმენტაციის გარეშე. ტრანსფორმაციების არ გაუკეთებიათ, მე როგორც მივხვდი რა. კაი. ეხლა მე მაინტერესებს noise რო დაამატეს თუ გახსოვთ rand augmented dropout და stochastic depth რა არის? ხელი საწევები არ გინდათ მითხართ პირდაპირ. ანუ თვითონ რა არის თუ როგორ რო გამოიყენებ რა ხდება მაგათ არა რა, ანუ ხო რა ვიცი, რო გამოიყენებ რა მოხდება, ანუ შედეგზე როგორ აისახება, ეგ არ მაინტერესებს, ანუ რას უშვება ან მონაცემებს ან მოდელს. ეხლა მაგალითად ეგ რო დაალეიბლეს, მოკლედ, ეგ მონაცემები ადგენდა და ამ teacher მოდელით, ნახე, მთავარი key point-ი რა არის, ხო, ანუ სტუდენტი მოდელის ზომა უფრო დიდი არის ვიდრე teacher მოდელის რა. ეგ არ დაგავიწყდეთ. ანუ კი teacher-ია თითქოს და სტუდენტი, მაგრამ სტუდენტი უფრო დიდია. და რა ხდება, ანუ სტუდენტ მოდელი იყო გაწვრთნილი ბევრი noise-ით და დალებლებულ მონაცემებს პლუს ფსევდო დალებლებულ მონაცემებს, ანუ weak label-ები რა, ხო გახსოვთ weak label-ები რაც იყო. მოვიდა ოლიმპიადაზეც ეგეთი. რო თქვენ უნდა დაგეგენერირებინათ label-ები. აქ მოდელმა დაულეიბლა label-ები, დაულეიბლა მონაცემები და ეგ მონაცემები შეყარეს. მაგრამ ამავდროულად დაამატეს noise-ი. რა არის rand augment-ი, თქვენი აზრით რა არის dropout და რა არის rand augment-ი? ანუ rand augment-ი იგივე რაღაც აუგმენტაციები უბრალოდ random-ზე რა, რაღაც პარამეტრები აქვს და მაგის მიხედვით თვითონ ირჩევს random-ზე რა გაუკეთოს, რა როგორი ისინი აუგმენტაციები. არა. კი ბატონო. ეგრე რაღაც ალბათობით ირჩევს რა აუგმენტაციები გაუკეთოს ნამდვილად. stochastic depth-ი და dropout-ი გისმენთ. stochastic depth-ი layer-ებში შლის რანდომულად რომელიღაც ერთ კონკრეტულ ან რამდენიმე layer-ს და dropout-ი თვითონ ნეირონის node-ებს შლის რა. და ანუ რა განაწილება? რა ქვია მაგ განაწილებას, რითიც იშლება? stochastic depth-ით რო იშლება. ანუ რაღაც ალბათობით ხო უშლი, რა ქვია მაგ განაწილებას, გახსოვთ? სად? ანუ რაღაცა p ალბათობით რო უშლი layer-ებს. რა ქვია მაგ განაწილებას? ეგაა კითხვა. დავაგემბლეროთ და გაუსი იყოს. არა არის ნამდვილად გაუსი ბოდიში გიგი. ბაბატია, მაგრამ გაუსი არა, ბერნულია. ბერნული გახსოვთ რა იყო? როგორ დაგავიწყოთ? ანუ ერთი რა. ხო, ანუ პეთუ მაგ რაღაცა ალბათ ანუ ეგ პროსტა ერთი რა. ანუ ეგრე ქვია ბერნულის განაწილება ქვია, რას ქვია, რატოა? გაუსი რატოა გაუსი? გაუსის განაწილებით. კაი, მოკლედ. ხო, ანუ stochastic depth-ი შლის იდეაში რომელიღაც layers რაღაც ალბათობით, ანუ წარმოვიდგინეთ, შევიდა ჩვენი input-ი, ანუ რაღაც x-ი layer-ში და გამოვიდა რაცა f(x1), ანუ ამ x1-ის ფუნქცია და პლუს x წინა, ანუ რაც შეუშვი. ანუ ეგ ხო რეზიდუალია და მაგიტო. მოხდებით მაგას. და მაგიტო ეგ რაღაც ალბათობით იშლება რა, ანუ შეიძლება გაქრეს საერთოდ fx1 რა, fx1 ხო? ანუ x-ი რო შევა რაღაც layer-ში, გამოდის x + fx-ი და fx-ი რაღაც ალბათობით იშლება.
აი, ეგ არის სულ სტოქასტიკი. დროპაუთი არის, რომ თვითონ ლეიერებში რა ისინიც რა ქვია ნაწილებიც. ანუ ეგენი იმაშება რა ქვია, ნეირონები ითიშება რა. ანუ რა ნეირონებიც მაგ ლეიერში, ეგ ნეირონები რაღაც ალბათობით ითიშება რა. ისევ რაღაცა სხვა. მაგ ეს არის პარამეტრი, მეგობრებო, ვინც არისით, ანუ თქვენ შეგიძლიათ ანუ ტრეინინგისას უბრალოდ აიღოთ და დროპაუთის პეი დაწეროთ 0.05 და სტოქასტიკ დეფის პეი დაწეროთ 0.1. არ არის, ეგ არის არ არის შესაძლებელი მოკლედ რა. თქვენ სეტავთ მაგას. აი, გადავიდეთ ახლა ცოტა მე მგონია რომ საკმაოდ მარტივზე, მაგრამ აბა თუ გაიგებთ რა წერია. ეს მეგობრებო, ეს პირველ კურსზე მისესწრებით და ეს შედარებით ახალია თქვენთვის. თქვენს არ გულისხმობ რომ მარტივი ან ლოგიკურია რომ ეს გერთულთ, იმიტომ რომ ეს არის უფრო კალკულუსის და უმაღლესი მათემატიკა. ამათ გავლილი აქვს შედარებით და ნახოთ თუ გაიგებენ და გაიხსენებენ რა წერია აქ. კაი. teachers with დალებლულ მონაცემებზე DL არის დალებლებული მონაცემი. Unlabeled dataset არის DU. ეგ ხო გასაგებია. ბატონო, ეგ მე მგონი გასაგებია. კაი, გადავიდეთ. ფსევდოლეიბლებს შევქმნით, ანუ Y-ხუდიანი, Y-თავიანი რაც კიდე დაუძახით. არის ეს ჩვენი მოდელი FT, რომ გადავატაროთ დაულებლებელ მონაცემებს. ხო? ხო. გავაგზავნოთ და ეხა ჩვენ სტუდენტს ვწვრთნით აი ამ loss-ით. loss ფუნქციით. დანაკარგის ფუნქციით. L არის ერთი შეფარდებული მონაცემების ზომასთან, დალეიბლებული მონაცემების ზომასთან. მერე არის რა ამიხსენთ. გამახსენთ, რავი, აი რა წერია, ახლა რისი ჯამი არის აქ საერთოდ. და მერეც რა არის. დამეხმარეთ. მართლა თუ არ გეცნობოთ, მითხარით, მაგრამ არ არის პრობლემა მართლა რა. შეიძლება არ გასწავლოთ. სადა დალეიბლებულ დატას ლოსი არის ეგ, ანუ ტრულეიბლი რაცა გვაქვს, მაგის cross entropy-ს ვნახულობთ, მე რაღაც FS-ს რო ვიხმართ დალეიბლებულ დატაზე. და მეორე თერმი არის უკვე დაულეიბლებელ დატაზე რო გავაკეთებ pseudo-labelings მაგის ლოსი და ანუ ორი თერმი გვექნება ლოსში რა. ე ბატონო, ლამბდაც ასევე პარამეტრი არის რა. ანუ ლამბდა რავი ჩვეულებრივ შეიძლება რეგულარიზაციის პარამეტრი დაარქვათ, შეიძლება რას გინდათ ის დაარქვათ. ანუ ჩვეულებრივ პარამეტრი არის ეგეც. მაგრამ ძირითადად ცეტავენ ან 0.5-ან 1-ს რა. თუ ძალიან დიდი მონაცემებია, მაშინ ნუ ლამბდა სხვანაირად უნდა არჩიოთ რა, რომ არასტაბილურობა ავიცილოთ თავიდან რა. ხო, მეორე თერმიც, ანუ ფაქტობრივად როგორ გაიყო ეს ლოსი, ნახე, დალეიბლებულ მონაცემებზე ლოს დამატებული დაულეიბლებელი მონაცემების ლოსი, ხო? ოღონდ გამრავლებული ლამბდაზე. ვინმე მაიწია ხელი? ხო, გიგო. ლამბდა ხო ჯობია ლოგიკურად ისე მაღალი რო იყოს, იმიტომ რომ ანუ unlabeled გვაქვს 300 მილიონი მონაცემი და ImageNet-ი ანუ ბევრად ნაკლები. არა, ეგრე არ შეხედე. 300 მილიონი მე არ დავალეიბლე. ხვდები? ანუ მე დალეიბლებული რაღაც რაოდენობას ოკეი. ხო. ან 300 დაულეიბლებული მონაცემი ზოგადად არის. მე შეიძლება ავიღო 2 მილიონი დალეიბლებული და ამათ აქვს შეფარდება აღებული 14 ერთად, ანუ დაულეიბლებელი დალეიბლებულთან არის სიტყვაზე 22-დან რა. ან მე რაც 28 მილიონი. ხო. ან თლიანად არ დაულეიბლებიათ ის 300 მილიონი. შემდეგ რა ხდება? სტუდენტი ხდება ტიჩერი და ვაგზავნებთ ამ პროცესს. ისევ აი აქიდან მომდ რა. create a pseudo labels. ან მეორე ეტაპიდან ვაგზავნებ და არა პირველიდან. პირველს რა აზრია, ხო? ანუ მაგ უკვე ეს ტიჩერი უკვე შექმნილი ასე ვთქვათ მოდელი. ან ტიჩერ მოდელი თავიდან გავაკეთე, მე გავცვენი მაგით სტუდენტი და მე სტუდენტი გახდა ისევ ტიჩერი, იმიტომ რომ ნუ უფრო რობას და უფრო ზუსტი გახდა. მიქა, ასეთი შარშან რომელიღაც ქვეყნის ოლიმპიადაზე თუ მოდელ რაღაც ორი მოდელის ამოცანა რო იყო, მაგას ხო გავს? მან ხო იყო ასეთი რაღაც. არ მახსოვს ეგ ამოცანა. აი მაშინ, ანუ ზუსტად მეც არ მახსოვს და მაგიტომ არა. რაღაც მიახლოებით მასეთი რაღაც მახსოვს. ორ მოდელზე რაღაც მახსოვს, მაგრამ ამოცანა ზუსტად არ მახსოვს და შეიძლება არ გამოვრიცხო. ხო, წერანაც ვიკითხე. ხო, ბოდიშით წერა ეგ ცოტა ჩაგაჭირეთ, მაგრამ მინდა რომ თქვენც იაზროვნოთ თან რომ ამას გავივლით რა. ოკეი. კაი.
რა არის რანდაუგმენტი? არის რაღაცა უბრალოდ აუგმენტაციების ასე ვთქვათ, ცხრილი და მაგ ცხრილიდან უბრალოდ რენდომულად ვირჩევთ რამდენიმე აუგმენტაციას და ამ მონაცემებს ვადებთ. ანუ შეხედეთ ესე, რანდაუგმენტი მუშაობს თვითონ noise-ის შემატებაზე ოღონდ მონაცემებში და dropout და stochastic depth-ი მუშაობს თვითონ იმაზე რა ქვია, მოდელზე. ხო ხვდებით მაგას? ანუ ის ნეირონების level-ზე არის, layer-ების level-ზე არის და ეს input-ის level-ზე არის რა. Okay? აი. აქ რაც წერია. მაგას ხვდებით? რატო ვამრავლებ A-ზე? თითოეული ნეირონის აქტივაციას. რამე იდეა არ გაქვთ? ალბათობა თუ ალბათობა ჩათვალე ეს არის dropout-ს ალბათობა და მე layer-იდან რო გამოდის ეგ მრავლდება იმაზე რა ქვია PL-ზე, ანუ stochastic depth-ის ალბათობაზე. ნუ არა, ალბათობაზე კი არა და 1 მინუს მაგის ალბათობაზე. იმიტომ რომ ხო, ან scale-დება მოკლედ რა. რატო? რამე იდეა გაქვთ? მათემატიკურად ამიხსენეთ, იმიტომ რომ ეს სულ მათემატიკა არის რა. ანუ 0 და 1-ია მარტო და არ არის, არა, 1 წამი 0 და 1 რანაირადა. მე მაგ რაღაცად გავსეტე რაც ნეირონების dropout-ი 0.05 და რეზიდუალების ალბათობა გავსეტე, რა ვიცი, 0.1 სიტყვაზე, რანაირადა 0 და 1. რატომ მრავლდება ეს ნეირონების output-ი იმ რაღაც 1 p-ზე და ეს რატომ მრავლდება 1 panel-ზე? ნუ ჩათვალეთ ეგრე რა, 1 panel-ზე რა, 1 RG-ზე და 1 BL-ზე, ანუ ეგ არის P და PL. რატო? მათემატიკურად შეხედეთ რა. ალბათობა და სტატისტიკა გაიხსენეთ ახლა და მითხარით რა არის ზოგადად მათემატიკური მოლოდინი თქვენი აზრით. რა იყო მათემატიკური მოლოდინი, გახსოვთ? როგორ ითვლებოდა მათემატიკური მოლოდინი? აი. არ გახსოვთ? როცა მონეტას ვაგდებდი. აჯერა ვაგდებ მონეტა. სიტყვაზე. და 0.8 ალბათობით ვარდებოდა. რა იყო მაგის მათემატიკური მოლოდინი? ჯამი თვითონ რაც ავაგდე, რა შედეგიც დაგვიჯდა და ალბათობა მაგ შედეგის დაჯდომის. ჯამი? ხო, ანუ აი მაგალითად 1 თუ ამოვიდა ერთხელ, ავიღეთ 1 ჯერ 1 მე-6-დი, რავი, მე გავაგრძელეთ 2 რამდენჯერ ამოვიდა და 2-ის ალბათობაც 1 მე-6-დია და ყველაზე ანალოგიური. კაი, ნუ ეგეთ ბერნულის განაწილებისას პირდაპირ ჯდებოდა მათემატიკური მოლოდინი A-ჯერ თვითონ რამეჯერაც ამოვიდა. ეგ ფორმულა არ გახსოვთ, ან განაწილება ეგ არის ჩვეულებრივი აი რავი ფორმულა არის პირდაპირ რა მოკლედ რა რო არ გავწელო ეგ არის მეტი არაფერი და მაგიტომ ვამრავლებ იდეაში მათემატიკური მოლოდინი არის ეს რა მათემატიკური მოლოდინი მე H ტექსტის მაგ P-ჯერ ეს H-ი რა არ გესმით? კი გესმის. ან თუ არ გესმით, მითხარით და ახლა ნახოს შევეცდები რა. აუი, მე მეგონა ხმა ისმოდა თუ არ. იდე ერთხელ თუ გაიმეორე, მე დავუსწრებ. კაი. ან ზოგადად მათემატიკური მოლოდინი ითვლება ეგრე. ან რა მაქვს, ან მე თუ მაქვს რაღაც ალბათობით რომ ამოვა 0.8 არის ალბათობა რომ ამოვა სიტყვაზე რავი ერთიანი და 0.2 მაქვს ის ალბათობა რომ ამოვა ორიანი.
ხო. ხო, ან მაგ დროს რა მაქვს მათემატიკურ მოლოდინი? საერთოდ არ გახსოვთ? ანუ მათემატიკური მოლოდინი მახსოვს, მაგრამ გაიმეორე თავიდან შეკითხო, თუ შეგიძლია. ანუ რატომ მრავლდება საერთოდ ეს H ტესტი, რატო ტოლია pH-ის? იმიტომ რომ ანუ ეს H ტესტის მათემატიკური მოლოდინი არის PGR-H. და PGR-H იმიტომ რომ ბერნულის განაწილება არის და ბერნულის განაწილებაზე არის პირდაპირ ანუ P ანუ თვითონ ალბათობა ამ აქტივაციის სიტყვაზე, რაც იქნება რაც 0.95 სიტყვაზე, ამ ნეირონის აქტივაციის გამოვლებული თვითონ მაგ აუთპუტზე. ეგ არის ზუსტად იგივე მონეტის ამოცანა. აი ერთხელ რო ამომივა მაგალითად, ერთხელ რო ავაგდებ მონეტას და ერთხელ რო ავაგდებ მონეტას არა, ზოგადად რა, როცა მაგ ის რა ქვია, მონეტა რო მაქვს რა და ვაგდებ რაც 0.5 ალბათობით ამოვა ან 1, ან რა ქვია, საფასური და მეორე არის რომ რავი, 0.5 ალბათობით ამოვა გერბი. მათემატიკური მოლოდინი არის 0.5 ჯერ 1 პლუს 0.5 ჯერ 0, რაც არის 0.5. ხო. ანუ ეხლა 0.8 და 0.2-ზე რო იკითხე, მან პასუხი იქნებოდა 0.8. ხო, გამოვლებული აქტივაციაზე. ხო, მე ვფიქრობდი რაღაც 0.8 ჯერ 0.2. არა. აუთპუტი ყოველთვის არის ჯამში რა მოკლედ რა. ხო. ეგ რამდენად გასაგებია? ეხა გასაგები. ამ იმდენში ეს H არის, H ტესტი არის მათემატიკური მოლოდინი ჩვენი ნეირონებიდან გამოსული. იგივე არის ლეიერებზე რა, ლეიერებიდან გამოსული მათემატიკური მოლოდინი მექნება რა, ანუ P-L გამრავლებული რაც P-ზე რა, P-ზე კი არა და რაც იქნება მაგის აუთპუტი რა. P-L გამრავლებული არ ვიცი რა დავარქვათ რა. დიდი X სიტყვაზე რა. ეგ იქნება ყოველთვის ინფერენსისას რა. ანუ ეგრე ინფერენსი ეგრე ეშვება. აი, თვითონ paper-საც გავხსნი ხა რა. რომ 4 ერთში საკმაოდ საინტერესო ისინია. ხო, ანუ რა ხდება ეხლა ნახეთ. როცა მე ვდგები და ვაშორებ იმას noise. ანუ აი ინფერენსისას ვაშორებ noise, ანუ გავცვლენი მოდელი noise-ზე, სიტყვაზე ვაშორებ noise და შედეგი მიუარესდება. ანუ ფაქტობრივად ეგ რას მეუბნება მოდელს სჭირდება robustness. ინფერენსისასაც და ტრენინგისასაც. ნუ ლოგიკურია რომ ტრენინგზე თუ noise-ზე გავცვლენი მაშინ რატო ვაკეთებ მაგას, მაგრამ უბრალოდ ეს გატესტეს რა. ამავდროულად როცა სტუდენტი გაწვრთნეს აუგმენტაციის ან სხვა noise-ების გარეშე, შედეგი კიდევ უარესდებოდა. ხედავთ? და ასევე teacher-ის დანოიზებაც ცუდია. teacher-ი უნდა იყოს ძალიან დეტერმინისტული, პირველი teacher-ი უნდა იყოს ძალიან დეტერმინისტული, რომ მივიღოთ ოპტიმალური შედეგი და სტუდენტი უნდა იყოს უკვე noisy, ანუ შედარებით ხმაურიანი და უნდა ქონდეს ეგ აუგმენტაციები და რაც არის, ანუ აუგმენტაციები თვითონ მონაცემის და აუგმენტაციები თვითონ მოდელის. რომ გავიდეთ ოპტიმალურ შედეგზე. ეგ პროსტა ექსპერიმენტებით აჩვენეს. როგორც ინფერენსისას არის noise-ის მოშორება ცუდი, ისევე ტრენინგისას არის მოშორება. ამიტომ ეგ რაც გვეუბნება, თუ ვაპირებთ ამ მეთოდით გაწვრთნას, ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ noise, ყოველთვის. ხო. მე კიდე მინდა განახოთ ერთ-ერთი ცხრილი აქვს აქ. ვიპოვე. შენ ხო,
ზოგადად ეს ImageNet-ი არის დიდი ბონუსებთა ბაზა ჩათვალეთ. და აქვთ რაღაც სატესტო ისინი, რა ქვია. ImageNet A არის მაგალითად შედარებით მარტივი, ასე ვთქვათ, ბენჩმარკი. და აგერ არის X-ხრილი. ანუ რა შედეგს ვიგად ეს რა ჩააგდა თვითონ პეიპერი? ხო. ImageNet-ის A ბენჩმარკი არის შედარებით მარტივი ბენჩმარკი. არის ძალიან დეტერმინისტული, არის პირდაპირ ფოტოები, არ აქვს არანაირი რაც პერტურბაციები და არ არის რაღაც robustness-ზე გაცვლილი კი არა და გასატესტი და ImageNet C და ImageNet P არის უკვე შედარებით მძიმე მონაცემები რა. არის მანდ რაღაცა blurry image-ები, არის მანდ რაც ცვლილებები ფოტოებში არის, აი ცუდად ჩაგდებული ისინი, რა ქვია, აი უნამუსოდ რო ორი ლეიბლი შეიძლება მისცე. დავით? ეს აი ეს შეიძლება საბმერინად იმაშვებოდა, რა ქვია. ალეიბლებდა ერთ-ერთი მოდელი და ამათმა მოდელმა კანონი დააფრთხილეთ. ანუ ეს ციფრები არის მე მგონი ამის დალეიბლებული რა. ამათ დალეიბლებული. რაც ნუ აქაც აისახება შედეგებზე რა. ოკეი. რა არის ეს MCE და რა არის MFR? Mean corruption error. გახსოვთ რა იყო? ანუ კაი რამდენიმე კორუფცია, ასე ვთქვათ რა. არის გაუსიანოისი, ბლარი, თოვლი, ნისლი და ასე შემდეგ რა. განაწილებული არის ყოველად ასე ვთქვათ რა, ანუ აი 15 corruption type-ი არის და არის 5 level-ად დაყოფილი, ასე ვთქვათ, 5 სირთულედ დაყოფილი რა. Mean corruption error-ი გახსოვთ რა იყო? baseline-თან ვადარებთ. დაახლოებით კი ეგრეა, ნუ ესე იგი მე მინდა თავიდან მოდელის ერორი დავთვალო, ანუ 1- accuracy რამ ექნება ამ კლასზე. მე მაგას ვაფარდებ AlexNet-ის იმასა რა ქვია, შედეგთან. AlexNet-ი ნუ მიღებულია ეგრე რა, ანუ ეგრე ითვლება უბრალოდ არანაირი ისა და რაღაც ჩადებული აზრი მაგას ეგრე ითვლება უბრალოდ mean corruption error. ანუ ჩვენი ის რაც იქნება შედეგი corruption-ის, ანუ არის 1- accuracy, ეგ შეფარდებული AlexNet-ის 1- accuracy-სთან, ეგ გამრავლებული 100-ზე და მე ნორმალიზებული ყველა კლასზე, რაც არის ყველა corruption type-ზე, რაც არის 11-15-ზე. ანუ პროსტ 15-ზე ვყოფ მე. საბოლოოდ ანუ ამათ ვჯამავ accuracy შეფარდებული accuracy-სთან გამრავლებული 100-ზე, მაგათი ჯამი შეფარდებული 15-თან. ეგ არის და ეგ. ყოველთვის AlexNet-თან ვადარებთ, როცა ImageNet-ზე ხდება benchmark. ანუ კი. Okay. შენ ეს წაიკითხე? Okay, არ უნდა მენახებინა ეს. აი, და robustness-ი რა არის ხა? რა არის MFR? აი, вообще ImageNet P რა არის რა? პატარ-პატარა input-ის ცვლილებით ინარჩუნებს თუ არა მოდელის სტაბილურობას რა. აი წარმოიდგინე ერთი ფოტოს მაგივრად არის პატარა ვიდეო ფრეიმები ჩათვალე და თითოეული ფრეიმი არის პატარა ტრანსფორმაცია ამ input-ის. შეიძლება იყოს როტაცია, brightness-ის change-ი და ასე შემდეგ რა, ანუ აი 1000 რაღაცა. ეგ არის მოკლედ ეს ImageNet P. Mean flip rate რა შეიძლება იყოს? აი ამ როტაციის ისა. ეგ ალბათობა რამდენი შეიცვალოს? ალბათობა? ანუ რა ხო? არა, რა პროცენტულობას დაემართოს ეგ ალბათობა კი.
რა პროცენტულობა აი ეგ ხო ეგ არის კი ნამდვილად ეგ არის ანუ ფაქტობრივად აი ამ სხვადასხვა აი ეს პატარა ვიდეო რო განმომეცემა სიტყვაზე 10 ფრეიმი 10 ტრანსფორმაცია ამ ფოტოების და რამდენჯერ შემეცვლება მე პრედიქშენი რა ამ ვიდეოს განმავლობაში და მე ეგ ნორმალიზებული რა თქმა უნდა რამდენი ფრეიმიც არის სიტყვაზე რა მაგათ ჯამი რა თქმა უნდა ანუ აი მაგ ცვლილებების ჯამი ხო ეგ არის რამდენი ცვლილებაც მოხდა ეგენი აიჯამება და ნორმალიზირებას განიცდის მე რა ან 12.2 რა ფაქტობრივად რავი 10 ფრეიმში ჩათვალეთ რაც დაახლოებით ერთხელ იცვლება ამათი prediction property accuracy გასაგებია რაც არის ხო ანუ დიდად ამასთან ჩაღრმავებას რა აზრი აქვს ხო აი გასაგებია ხო ეგეც აქ არის iterაციების შედეგები რა. ანუ პირველ iterაციაზე აიღეს F-net L2 მოდელი. რა თქმა უნდა ეს იგულისხმება სტუდენტი. Unlabeled to labeled ratio არის 14-1-თან პირველ iterაციაზე, აიღეს 87.6%, top 1 imaged A-ზე. მეორე iterაციაზეც იგივე მოდელი, ისევ იგივე unlabeled to labeled ratio, ისევ დაამატეს მონაცემები და მე 28-1-თან. და კიდე უფრო დაამატეს მონაცემები და კიდე უფრო გაზარდეს computational power-ი და იმიღეს 88.4 და იდეაში გაცენ იმ პლატოს 86%-იც. კაი, ნუ თავარი რა გავიგეთ ამ პეიპერიდან რა. უფრო დიდი ტიჩერი იდეაში იძლევა უკეთეს სტუდენტს და უფრო დიდი ტიჩერი იდეაში ნიშნავს უფრო დიდ სტუდენტს, რა თქმა უნდა, ხო, იმიტომ რომ სტუდენტი ყოველთვის უფრო დიდი უნდა იყოს ვიდრე ტიჩერი. უფრო მეტი დაულეიბლებელი მონაცემი არის უკეთესი გეინი, რაც ლოგიკურია. pseudo-labelებზე просто რა ვილაპარაკეთ ამდენი და რაღაცა აქ ამაზე რა ვთქვა. აი, მე მაინტერესებს ერთ სწორი მიქა, soft-ში და hard-ში რა იგულისხმება pseudo-labelingში. Out of domain რაც არის რა, მაგალითად აი რთული ხმაცადი რა მაგაზე კითხვის დასმა მინდოდა რა. მე ახსენე რას ნიშნავს. ის ლოჯიტები და one-hot-ი არ არის უბრალოდ. ხო. აი, მაცადი. ეგ არის. ნამდვილად ეგ არის. ანუ იდეაში შეგიძლია ან one-hot-ად დაალეიბლო, ან შეგიძლია რაც 1-დან x-მდე დაალეიბლო და მაცადე და აი ერთ ანტონ ბარი მაგაზე დაიწყე საუბარი რა. მაინტერესებს ეგეთ შემთხვევა რომ ხონდეს. ანტონ არა ვაფშე ყველა. ანუ ყველა prediction-ზე გაცვლენდი მოდელს აი ამ მეთოდით წვრთნი. ყველა prediction-ზე, ყველა pseudo-label-ზე გაცვლენდი მოდელს? არა, ის სადღაც 0.9-ზე მეტი თუ არის მაგეებზე. 0.9 რა? confidence. ანუ ერთ კლასზე 0.9-ზე მეტი თუ აქვს ლოჯიტები რა, softmax-ის მერე. ან რაღაც მასეთ threshold-ს ავიღებდი. ან დარწმუნებული სადაც არის რა. ხო, ეგ არის კი. ხო რა თქმა უნდა, ანუ ეგ არის ძალიან ლოგიკური რაღაცა რა. მე თუ მაგალითად ერთ კლასზე ვინც შედარებით ახლები ხართ და არიცით ანუ რაღაც კლასზე მაგ ყოველს რაღაცა ალბათობა ხო სიტყვაზე რომ ამ ალბათობით არის ნამდვილად ეს კლასი მეუბნება მოდელი რა 0.8 სიტყვაზე რა და ზოგ კლასზე მეუბნება 0.2-ით. რანაირად მეუბნება 0.2-ით. სიტყვაზე მაგ 10 კლასი. სიტყვაზე მაგ 10 კლასი. არ ვიცი სად დავწერო უბრალოდ რა. სურო რავი Word-ში რო დავწერო ეგეც არა მე მგონი პრობლემა. ამაში კოლაბს გავხსნი რა. ამას რაც კოლაბი არის ეს არ ვიცი რა არის. აჰა. კაი, წარმოგიდგენთ ეგეთი რაღაცა რა. მაგ 10 კლასი და ნუ პირველ კლასზე მიბრუნებს მოდელი 0.9 ალბათობას, მე 0.03
0.005 და ნუ ასე შემდეგ. რა სანამ არ შეიკრება ეს ერთამდე, ხვდებით? და მეორე შემთხვევაში მაქვს ეგეთი რაღაცა. აქ მიმდევრს 0.0-ს, აქ მიმდევრს 0.0-0.0-0.0-0.0 და ნუ ასე შემდეგ, რა სანამ ერთამდე არ შეივსება. აქაც და აქაც პირველ კლასს აპრედიქტებს. ხო? მაგრამ ეს ბევრად უფრო მდგრადი არა. ანუ ამას უფრო არ ვენდობი აი ამ ფოტოს, რაც ეს არის ორი სხვადასხვა ფოტო. ორი სხვადასხვა ფოტოზე მაქვს რაღაცა მიღებული, რომ ეს არის სიტყვაზე ლეოპარდი. მაგრამ ერთი მეუბნება 0.9 ალბათობით მაგას და მეორე მეუბნება 0.2 ალბათობით. ანუ ლოგიკურია რომ მე ამას უფრო არ ვენდო. იმიტომ 0.2 ალბათობა ძალიან ცოტაა. იმისთვის რომ ვენდო ეხა უბრალოდ ესე ბრმად რაღაცას. ანტონმაც ეგ თქვა რა იდეაში რომ ეს არისო ალბათობაზე დამოკიდებულიო რა. ანუ უნდა გავფილტროთ, აუცილებლად უნდა გავფილტროთ. და ეგ წერია იდეაში per class balancing helps for smaller nets. ანუ per class უნდა გადავუაროთ და ანუ უნდა დავაბალანსოთ აუცილებლად რა. ასევე რო იცოდეთ. არა, აქ სხვა რაღაცა წერია, ბოდიში. საერთოდ სხვა რაღაცა წერია აქ. ეკაი ანტონ კი, მაგრამ ასევე რაც იყო ამ paper-ში ნახსენები და ამ სლაიდებში არ მაქვს, ის არის რომ ესე იგი ეს დაულეიბლებელი მონაცემები რომ დაალეიბლეს, მიიღეს დაუბალანსებელი კლასები. 130 მილიონი ფოტოდან 130 მილიონი ფოტოზე გასვენს მე მგონი სტუდენტი რა. ეგეთი რაღაც ქნეს რომ მოკლედ 50 მილიონი დაახლოებით იყო upscaling-ით მიღებული. ანუ იმდენად დაუბალანსებელი იყო, რომ მოუწიათ მაგის ეკეთება. 100 კლასზე იყო თუ სწორად მახსოვს გაწვრილი და ესე იგი 1.3 მილიონი მოდიოდა თითო კლასზე და 1.3 მილიონი რომ მოდიოდა თითო კლასზე, მოუწიათ რომ ყველას 1.3 მილიონი მიეცათ რა მოკლედ რა. ერთი თითოეული კლასისთვის. და მაგით მოუწიათ თითოეული კლასზე დასკეილება. ხო, ან ჯერ პრეტენინგი და ფაინ ტუნინგი ეს ძალიან ლოგური რაც არის რა. იმიტომ ამის ახსნას მე მგონი აზრიც არა აქვს. ანუ იდეაში მაგას აკეთებს. ხო, ნუ დალებლების რეიშიოზე წინაზე ვილაპარაკეთ. და reinitializing student often best. ანუ სულ ახლიდან დაინიციალიზება სტუდენტის აი აქ მაგალითად რო დავალეიბლე ეს მონაცემები 14-1 რო იყო. ან თავიდან მაგ ტიჩერი, მე გავცნე სტუდენტი, მე სტუდენტი გახდა ტიჩერი და ხო დავალეიბლე კიდე მონაცემები. და ეს მოდელი კი აღარ გადავცნი, ვაფშე თავიდან ავიღე ეს არქიტექტურა. და მაგას გადავატარე მთლიანი მონაცემები. ანუ იდეა არის რომ fresh start-ი ძირითადად უკეთესიაო. ეგ გასაგებია? ანუ ყველა weight-ებს შვლით საერთოდ და ახლიდან ვატრენინგებს. კი, ანუ ყველა იტერაციაზე სტუდენტს ეშლება weight-ები. და ახლიდან იწყება რა, მაგის ტრენინგი. ამაზე არ მინდა რა ლაპარაკი რა. თქვენთაც ნახეთ რა, იმიტომ რომ ის არის უბრალოდ computational power-ია რა. თუ გინდათ noise-ზე ვილაპარაკოთ რა. ანუ 2 აუგმენტაციას ადებდნენ და 27 აუგმენტაცია ქონდათ სულ. და drop out ქონდა 0.5 და stochastic depth ქონდა 0.2, რაც საკმაოდ დიდია. და თვითონ იმაზე რა ქვია რაზე გაწვდეს ეს CPU-ის სამპოდი არ ვიცი რამდენი გიგაბაიტი რამეა და წარმოიდგინე რა მაქვს ისინი Google-ის არაა თან მგონი CPU-ები. ხო, anyway. არ ვიცი უბრალოდ მართლა არ მახსოვს. CPU-ებზე არ მაქვს გამოცდილება. ძირთად ბოლო Nvidia CPU-ებზე ვწვდით. ხო, ეს წეგან განახეთ ეს ცხრილები. ანუ imagine top 1 88.4-ზე ადის. imagine A-ზე top 1 ადის 83.7-ზე. შედარებით რთულია, მაგრამ natural case-ები არის. imagine top 1 არის ყველაზე მარტივი benchmark-ი და მან 88.4-ზე ადის. mean corruption error-ი წეგან ახსენი რას იყო
და min frame flip ratio რაც იყო, ეგეც წერან ახსენით. და ნუ რამხელა შედეგებია თქვენც ხედავთ რა. კაი, ეხლა მინდა 2 წუთით გავჩერდე და რამე კითხვა ხო არ გაქვთ? გავიაროთ ერთად ვისწავლოთ რამე ახლა. წონებს რო შლით რითი ეხმარება, ანუ student models просто იმას უაპგრეიდებთ რა და ანუ რატო ეხმარება მე როცა წონებს overfit. overfit. ანუ მე ნახე რას ვაკეთებ, ეხლა ექსპერიმენტია რა, ჩვეულებრივი რა. თავიდან რომ აქ რაღაცა teacher-ი დავალეიბლე მონაცემები, ხო? და მაგ დალეიბლებულზე და დაულეიბლებელზე რაც იყო, დაულეიბლებელი რაც იყო, ეგ დავალეიბლე და თავდაპირველი დალეიბლებული რაც ქონდა, ეგ ორი მონაცემი მაქვს. ხო, მაგაზე გავხსენი სტუდენტი, დავამატე noise-ი, ეგ გახდა ჩემი teacher-ი. ეხლა მაგით ვალეიბლებ კიდევ უფრო მეტ მონაცემს, ხო? და მე რაღაც კიდევ რო დაულეიბლებელი მონაცემები დავალეიბლე. რა მირჩევნია ეხლა მე ეგ არის უკვე ექსპერიმენტის ამბავი რა. მირჩევნია რომ მარტო მაგაზე გავწვნა ჩემი ახალი teacher-ი, ანუ რაც მანამდე სტუდენტი იყო, თუ მაგალითად თლიან მონაცემებზე რო გავწვნა ახლიდან ის მოდელი ხოდებილობა გამოდის რა. ანუ უკვე გაცვლილი მოდელი რო თლიან მონაცემებზე გავწვნა ისევ. ანუ იდეაში კი იქნება დამატებით მონაცემები რაც სიტყვაზე 80 მილიონი, მაგრამ 100 მილიონი მანამდე დანახია. ხო? ოკეი, ანუ იმას ამ შენს ვაკეთებთ, რომ პირველი teacher მოდელი, რომელიც ვიხმარ და მე სტუდენტ მოდელი ანუ ზოგადად ტრეინინგ პროცესი სწორად ჩაიარა და თვითონ ეს მოდელები არ აკეთებდა overfits რა. ხო, მაგდა შევას ვაკეთებ და მე უკვე ახლიდან ვაინიციალიზებ და ვდგები და თლიან დატაზე ვწვრთნი ისევ სტუდენტს და არა მაგალითად დამატებულ დატაზე. ოკეი, გასაგებია. იმიტომ რომ მე ეხა მან ხო რისკიცაა რომ შეიძლება იმ დატაზე დაადაპტოს მარტო და წინარე ცოდნა დაივიწყოს. ეგეც ხო დასამენეჯებელია. ან ბევრი დრობექი აქვს რა. შეიძლება ბევრი რაღაც გაგემაზოს ისე რომ ვერც მიხვდე, ხო? საბოლოოდ ექსპერიმენტის შედეგია რა ეგ რა. კაი, სხვა კითხვები. გიგი, კიფშო, ანტონ. აվել, არ ვიცი ვინმე. Min-flip ratio სანამ დავითვლით, აი ImageNet P-ზე მგონი, ეგ ქვია ხო მაგ მონაცემებს? კი. ხო, ანუ ImageNet P-ზე სანამ დავითვლით, მაგ MF არს, ანუ input-ში როგორ ვაკეთებთ მცირე ცვლილებას, ანუ რა სახის perturbations? არა, ნახე, მე არ ვაკეთებ. თვითონ benchmark-ია ეს და benchmark-ს აქვს უკვე რაღაც. ოკეი, ანუ თვითონ benchmark-შია input-ი ძალიან ცოტა. კი, input-ი არის ჩათვალე რაღაცა 10 ფრეიმიანი 1 წამიანი ვიდეო, ეგრეთ წარმოიდგინე, ან 100 ფრეიმიანი რა. 100 რავი, არ ვიცი, 1000 ფრეიმიანი, როგორც გინდა 1000 ფრეიმიანი ვიდეო არის და 1000-ივე არის რაღაცა პატარა პერტურბაცია რა, რაღაც პროცენტებით როტაცია, რაღაც პროცენტებით translation, რაღაც პროცენტებით brightness change და ასე შემდეგ. ხვდები? აჰა, ოკეი. აი, სხვა? ნუ მე ერთი ესეთ რაღაც მაინტერესებს, რაც მეტია unlabeled data, მით უფრო კეთესი არისო gain-ი და ანუ რამე ზღვარი არის თუ უსაზღვროდ ბევრი. რაც მეტი, ანუ ეგ ყველა მაგითაც. არ ვიცი, აი ხა ეგ არის უკვე ეგეც ხო ექსპერიმენტის შედეგი არის რა. მან უფრო მეტი computational power-ი დაგჭირდება და ანუ ასე შემდეგ და თან unlabeled მონაცემების ხო ლიმიტირებულია 300 მილიონია, მათ 130 გამოიყენეს და 130 მილიონი ძალიან ბევრია. 300 მილიონზე დიდი ალბათობით კიდევ უფრო მაგარ შედეგს გზადებდნენ, არ ვიცი, კაცმა არ იცის. ლიმიტი აქვს თუ არა, ეგ უკვე ექსპერიმენტის შედეგია. ექსპერიმენტის მიხედვით მიხვდები. ოკეი. სხვა? გისმენ გიორგი. ანუ მე ზუსტად ის ვერ მივხვდი, ანუ ან მაგალითად ანუ teacher მოდელი, ანუ რომ გადააწერს, ანუ unlabeled ანუ იმეჯები რომ ყოფს და მაგას რომ უთითებს ანუ labels. შემდეგი სტუდენტი მოდელი, ანუ ამ teacher-მა რაზეც დააწერა უკვე label-ები, მაგებს გადააწერს თუ არა? არა, მაგას არ გადააწერს.
ეგ არაოპტიმალური არ იქნება? არა, ნახე, იმიტომ რომ პირველი მოდელი არის ჩემთვის ძალიან ისე დეტერმინისტულად გასწული, ანუ არანაირი ნოიზი არ მაქვს დამატებული და მაგაზე უკეთესად ვერ დაალეიბლებს რა მაგ მონაცემებს, ხვდები? შეიძლება ისე, რაც თქვი, ეგეც შეიძლება. ამათმა ანუ ზუსტად არ ვიცი სიტყვაზე რომ სიმართლე რო გითხრა რა, ანუ შეიძლება მართლა უკეთესი ყოფილიყო რა, მაგრამ რანაირად იქნებოდა უკეთესი მე ვერ ხვდები, იმიტომ რომ ზუსტად იმიტომ რომ ანუ მაგ ლეიბლებზეა გაწვრთნილი და სხვა ლეიბლი არ ამგონია რომ დიდად მიარტყას რა ძალიან მცირე ცდომილება იქნებოდა. შეიძლება ცდომილება საერთოდ არ ყოფილიყო. ანუ მე ინტუიტიურად როგორც მესმის, ანუ ის არის ანუ ჩემი აზრით ყველაზე ანუ საუკეთესო ვარიანტი აქ ის იქნებოდა რომ ანუ რა ლეიბლით საწერია, ეგ ანუ როგორ არის აი დავაფეიდოთ ახალეებში, ანუ ხვდები. მაგრამ მე იმას ვიძახი, რომ ეგ სტუდენტი, რომელმაც უნდა დაალეიბლოს უკვე ის მონაცემები, რაზეც გაწვრთნილი არის, ცოტა არ ჯდება ინტუიციაში რა. ხვდები? ანუ ეგ მოდელი უკვე გაიცვნა მაგ ლეიბლზე და ახლიდან რაღაცა ლეიბლებინებ მაგ მოდელს, მაგ მონაცემებს. იქნება შეიძლება რაღაცა ცდომილება. კი ბატონო, მაგრამ რა ვიცი. თან ისიც გაითვალისწინე გიორგი, რომ მე როცა teachers ვალეიბლებინებ ამ მონაცემებს, მე ხო ვალეიბლებინებ ამ ძალიან დიდ მონაცემებს, სიტყვაზე 100 მილიონს. კი. მე იმ მონაცემებს ვყრი, რომელზეც ლეიბლის ალბათობას დამირტყავს რაღაცა threshold-ზე დაბალს. ანუ ჩემი teacher მოდელი დარწმუნებულია, ანუ ეგ ლეიბლია. მივხვდი, კი. აი, სხვა კითხვები? აი, სხვები ვინც ხართ ანდრი უпроსორად, ნიკოლოს, საბა, ელენე. სიმართლე გითხრათ, დიდად გაუცილება არ მაქვს და მიჭირს საუბრობს გაგება, მაგრამ მაინც საინტერესო არის. აი, საერთოდ ვერაფერ ვერ გაიგე? ანუ აქედან რო გახვალ, აი საერთოდ ცოდნის გარეშე გახვალ, თუ რაღაცა მაინც გეცოდინება? აი ამ ნოიზი სტუდენტზე ინფორმაცია მივიღე დაახლოებით რა არის და ესე ვთქვათ შემდეგზე რომ თუ სადმე გავივლი, მე იქნება წარმოდგენა და ისე ავიქნები რომ. კი ბატონო. ოკეი. სხვებს რამე კითხვა ხო არ გაქვთ? ეგ დროის ამბავია, ანუ რამდენიმე 1-2 თვეც მაქსიმუმ და ახლა რო უყურო ამ ლექციას ყველაფერს გაიგებ. არანაირი კითხვა? ისმენ ანტონ. ანუ paper-ში წერია, რომ სტუდენტ მოდელის ზომა უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე teacher მოდელის და რატომ უნდა იყოს მას? იმიტომ რომ noise-ს ვამატებ და robust გვინდა რომ იყოს. რა ზოგადად ეგრე ხო არის, რომ პრაქტიკაშიც რომ უფრო დიდი მოდელი უფრო კარგად იჩენს robustness და რაც noise-ზე უფრო კარგად რეაგირებს, ვიდრე პატარა მოდელი. პატარა მოდელს რო დაამატო noise-ი, გაუბედურდება. ასე დიდი მოდელი overfits უფრო მარტივად არ შვება? ნამდვილად ასევე ეგეც არის, კი. და ზუსტად მაგიტო რომ overfits უფრო მარტივად შვება, მაგიტო ვამატებთ noise-ს. ეგეც არის გამომდინარეობა ნამდვილად. მაგრამ ეგ იყო paper-ში ეგ წერია რა, ანუ robustness-ისთვის ავიღეთ, ეგ დიდი მოდელიო რა. იმიტომ რომ noise-ის დამატება გვინდოდა და გვენახა რამდენად იმუშავებდა ეგ მიდგომა რა. ანუ ეს კვლევა ხო იმაზე არის, რომ noise-ის დამატება რამდენად უკეთეს გახდის მოდელს რა სიტყვაზე რა. სტუდენტ მოდელ, teacher სტუდენტის მიდგომაც არის რა თქმა უნდა განხილული, მაგრამ ეგეც ერთ-ერთი მთავარი პოინტი არის, რომ noise-ის დამატება რამდენად robust გახდის რა და noise-ის დამატება გირჩევნია დიდ მოდელში ვიდრე პატარა მოდელში, არა? აი, სხვა კითხვა გააქვს? არა. აი, ხიფშა შენ? ნუ რა ვიცი, არ მაქვს შეკითხვა, ანუ ფუნდამენტალურად მივხვდი, ანუ მიზანი რა არის ამის. ხო, ანუ ფუნდამენტალურად მართლა არა რთული პეიპერი, თქვენ ხო ხვდებით და იაზრებთ რა, ანუ რამდენი უბედურება გქონდა გარჩეული ერთად და მამეთ ბევრი არა. არა ხო? ეს შედარებით მარტივი იყო.
ეხა ამას ოლიმპიადაზე გამოვიყენებთ? შეიძლება. თვითონ ტრენინგს დიდი დრო უნდა ასეთ ნოიზის სტუდენტის და მაგიტო ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ ესეთი ის ალბათ მეთოდი შეიძლება გამოგაგდეს თუ SSL-ი. პატარა მოდელს იხმარ უბრალოდ და იგივე მეთოდს რო ნოისამად. შეიძლება რამე პატარა მოდელი და პატარა მონაცემები მოგცენ. აი, 2 წუთი შევისვენოთ და გავაგზავნოთ რა. აი, 5 წუთზე დავბრუნდეთ. ცოტა არის ძალიან დარჩენილი და
აი გავაგზავნოთ რა. ცოტა არ დარჩენილი და. აი, noise იწვევს ინვარიანტულობას. რას ნიშნავს ეგ? აბა მითხარით. ინვარიანტულობა რა არის? არავინ არ იცით ბიჭო. ეგ ხო თქვით ისე, ანუ დისპერსია უბრალოდ დაბალი რო იქნება და სწორი მასა. ზოგადად ინვარიანტულობა რა არის, იცი? ძალიან დიდი განმარტება ხა დავუკვირდე და რაღაც ფილოსოფიურად ჭირს. ბიჭო, მათემატიკურად არის უბრალოდ ეს. მათემატიკაში fx თუ ტოლი fx-ი ინვარიანტულობის შემთხვევაში f რაღაცა tx-ი ასევე იქნება fx. ანუ ეს არის ინვარიანტულობა. ანუ ტრანსფორმაციას რო გავუკეთებ, მაინც იგივეს დამპრედიქტებს რა. სახს რო გავაზრობ ფოტოს, მაინც იგივეს დამპრედიქტებს. ანუ ეგ არის იდეა რა, noise. და სტუდენტი უფრო დიდი უნდა იყოს და იტერაცია მუშაობს როგორც დისტილაცია რა. ანუ როგორც მაგალითად დისტილბერტი რო არის რა. დადისტილებული უფრო პატარა ბერტის ვარიანტი არის რა, ბერტი შედარებით დიდია, დისტილბერტი შედარებით პატარა, მაგრამ თითქმის იგივე პერფორმანსი გადის. soft label-ები. რა იყო soft label-ები გახსოვთ? წეანოთ. soft label-ები არის ფაქტობრივად განაწილებას ვასწავლი მოდელს და hard label-ი არის პირდაპირ ვეუბნები, რომ ეს არის კატა სიტყვაზე. ანუ განაწილებას ვასწავლი ფაქტობრივად ნიშნავს, რომ აი ამას ვასწავლი რა. იქ ვასწავლი პირდაპირ, რომ აი ეგ ფოტო არის. ამ ფოტოს განაწილება ეს კი არ არის. მე მკიდია განაწილება, მე ვეუბნები, რომ ეს არის აი ეს label. აი ეს. აქ იყენებენ hard label-ებს. იმიტომ რომ uncertainties გამოიწვევდა soft label-ები რა და თავისთავად სწავლიდა იდეაში მოდელი ამ განაწილებას, რომელიც უფრო მეტ დატაზე არის გაცვლილი. და ჩვენ არ გვინდა რომ teacher models დაემსგავსოს იდეაში ჩვენ student model-ი. გვინდა რომ უფრო ჭკვიანი იყოს, გვინდა რომ უფრო robust იყოს. ის არა, robust ის არის ძალიან სწორხაზოვანი. აი limitations. ძალიან დიდი დაულეიბლებელი მონაცემები გჭირდება, რაც ლოგიკურია, სად იპოვე 130 მილიონი ფოტოს, არა heavy compute-იც რა თქმა უნდა წერა მოახსენე. და domain bias რა, ანუ გამოყენებული სურათები შეიძლება განსხვავდებოდეს ImageNet-ის განაწილებისგან. რაც კიდე დამატებით ფილტრაციას მოითხოვს და ნუ კიდე რეზოლუციაც სხვა იქნება და ნუ მოკლედ მოგიწევს წვალება რა და არ იქნება რა ქვია სტაბილური ასე ვთქვათ რა. ეს პროსტა რომ ვებში რო ფოტოები დასკრაპოთ. ეგეც ხო ლოგიკური არის ანუ ძალიან რა, ImageNet არის იდეალურად შექმნილი იმისთვის რომ მოდელები გაიგრძნოს ლამაზ. აი leakage control by filtering possible overlaps. ამას ამიხსნით რა წერია აქ? ანუ label და unlabeled-ში რაღაც დუპლიკატები რო იყოს. მაინც ეგ არა. კიდე რა შეიძლება ეგეც არის. კი, ეგეც არის. კიდე? ანუ ორი ექტე იგივენაირი ფოტო რომ იყოს და სხვადასხვა ლეიბელი რომ ქონდეს. ეგ ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, იმიტომ რომ როგორც გითხარი, იმით confidence-ით ვჭრით. მაგრამ შეიძლება. teacher-ში და student-ში რო ერთი და იგივე ფოტო იყოს და students არ ქონდეს label და teachers ქონდეს. ეგრანაირად იქნებოდა. ანუ ეგ ისაც ეგრე, ანუ დავულეიბლე მე იმას და label როგორ არ ექნება students. არა, თავიდან. ნუ მე ხო. ახალ student models რო teacher-ად ვიხმართ, მან დრო არ მოხდეს ის overlapping-ი, რაც მანამდე გამოვიყენეთ ტრენინგის დროს soft label-ებიც და ნუ label data პროსტა არ იქნება.
არა. კიდე რა შეიძლება იყოს ეს? დატალიკისაც შეიძლება იყოს. დატალიკი არ ქონიათ ბიჭო. დატალიკი როგორ არ ქონია რამდენჯერ, რავი, სმოთს რომ მოდებ იმაზე რა ქვია ტესტზე. სად ქონდათ? დათალიკი არის, როცა, რავი, ანუ მოდელის მინდა იმას რომ ვნახავდი ტესტიდის, მაგ დროსაც ხდებოდა. ანუ სტანდარტ სკეილინგს რო უკეთებთ. არა, იმან რაღაცა თქვა გიგიმ, გაიმეორე გიგი. სმოთ. ტესტზე სმოთს რომ მოდებ, აი დატალიკი იჭი გახუба. ხო, ტესტზე სტანდარტ სკეილინგს იხმართ უნდაც. ანუ ტესტზე მივედით. ხო და აბა რა არის მაშინ დატალიკი და მაშინ აქ იმას რო ვაკეთებდით რაღაცა. იმილტრავენ AC და P არ უნდა ვიხმაროთ ჩვენ იმაში დატაში. ხო. და ზოგადად იმეჯეტის ბენჩმარკში რაც არის, ეგენიც არ უნდა ვიხმაროთ, ლოგური არის, კი. და მაგას ფილტრავდნენ, რავი, ანუ ფოტოების ემბედინგების ამოღებით შეგიძლია ეგეს გააკეთო რა. და cosine similarity რო კოსინუსი რო დათვალო მაგ ვექტორებს შორის, ანუ ეგრე იფილტრება პროსტა დუპლიკატები. ან დუპლიკატების გადაყრა არის უბრალოდ. ან ტესტში რაც მაქვს ეგ არ მინდა რომ ეგეთი დაახლოებით ეგეთიც კი არ მინდა. ანუ დაახლოებით რა შეიძლება ოდნავ შეცვლილი ეგეთი ფოტო იყოს რა. ეს ტესტში და მე ტრენინგში მაქვს ეგ ხო არ მაწყობს, მაშინ ხო ფაქტობრივად ფროდავ ხო? ანუ რეალურად აქ ფილტრავ S-set-ის ფოტოებს ჩემს ტრენინგ სეტში. Noisy სტუდენტი self training-ი, ან დაულებელ მონაცემზე, ან semi supervised learning-ი, plus noisy plus scaling. ხო, ну, აქ რაც წერია, ну, ყველაფერი ვილაპარაკეთ რა წინაზე რა. ამიტომ გადავხდეთ. აქ არის უბრალოდ ისინი, რა ქვია, გრაფები. labeled მონაცემები, დალებელ მონაცემები ჯერ teacher-ში შედის, teacher-ი ფსევდოლაბელებს აფრედიქტებს. და მე ეს სტუდენტი იცნება train on label plus pseudo. მე აქ შემოვა ისევ. teacher-ი გახდება სტუდენტი და ასე შემდეგ რა. ანუ ეს სამი იტერაცია მინიმუმ უნდა გაიარეს. სამი იტერაცია გაიარეს ამათმა რა. და საერთოდ შემოდის noise. შემოდის ჯერ image-ი, random augmentation ედება 2 ცალი. რამდენიც იყო, არ მახსოვს, n-ის ტოლი იყო. მეგონი 2 იყო, 27-დან 2 random-ზე. მე CNN-ში და ანუ efficient-ში შედის მოდელში და მან დარი უკვე რაღაცა ჩემი A-ი რაც არის dropout-ი და არის B-ი რაც არის stochastic depth-ის ალბათობა. და stochastic depth-იც და dropout-იც ჩვენ თუნა დავაიმპლემენტიროთ ხო NN module class-ში. ანუ efficient-ს ეგ წინასწარ არ აქვს. შეიძლება კონც არ მახსოვს სიტყვა სიმართლე რო გითხრა, აქ არის კოდი მეგობრებო. dropout-ი ექნება 100-იანი, მაგრამ ის არ ექნება. ხო, dropout, მე მგონია რომ ისიც შეიძლება კონდეს, ხა რა ვიცი, არ არიან დებილი ხალხი და რატო არ უნდა კონდეთ. Okay. აი, ეგ იყო დღევანდელი ლექცია რა. აი, თქვენი კითხვები გამოვუშვით პირველ რიგში. გამოვუშვ. მე ესეთ რაღაცაზე ვფიქრობდი, ანუ როდესაც სტუდენტს რო წვდით უფრო მეტ unlabeled image-ზე. ხო შეიძლება ანუ რაღაც ანუ ეხა ეს შეიძლება ის ფილოსოფიურად ვსაუბრობ, მაგრამ ანუ ხო შეიძლება ანუ ერთ სურათზე ანუ მაგალითად წინაზე რასაც არ ქონა დიდად ანუ თვითონ როგორ დარწმუნებული რასაც არისო, ან თავისი თავი დარწმუნდა ჭყალებში რო თქვათა და ანუ იმას ვიძახი რომ ანუ უკვე რა ფოტოებსაც მივეცით, ანუ ლეიბელი. ეს ლეიბელები ხო შეიძლება არასწორი იყოს, ანუ იმიტომ რომ ხო ანუ არასწორი ხო და ანუ თვითონ თავიდან გადავატაროთ ეს სტუდენტ მოდელი უკვე labeled ფოტოები, ანუ იმ ფოტოებზე, რაზეც ანუ პასუხი შეიცვალა მთლიანად, ანუ რახან ანუ უფრო მეტი ფოტო რახან ნახა. მაგაზე რომ ანუ
წინაზე რო თქვი ფეიდი რომ გავაკეთო და ანუ ეგეთი რაღაც უფრო უკეთეს არ გახდის ეს ანუ ჩვენ მონაცემთ რა თქმა უნდა გახდის ანუ ეგ ძალიან ლოგური რაღაცა არის რომ ახლა რომ გადავატარო და უკეთესი ლეიბლები თუ მივიღე უკეთეს გახდის მაგრამ რამდენად დაბალი პროცენტი იქნება მაგის ალბათობის რომ აი ძალიან ბევრ ფოტოზე მივიღებ ეგეთ იმას რა ქვია შედეგს რა აი 0.00 რაღაც ძალიან პატარა პროცენტი იქნება აი ამ ძალიან დიდი მონაცემების ეგეთი მეთოდი რა ეგეთ მეთოდით რო დავალეიბლო კიდე ახლიდან ის დაულეიბლებელი მონაცემები რაც მქონდა ანუ ეხლა ანუ აქ პროცენტებზე უკვე ანუ ხო დიდი აზრი აქვს თუნდაც 0.1% რომ მოიმატოს საკურენსი და არ არ ვიცი ეხლა თუ დავიდანო დეტერმინისტული მქონა ის მოდელი და გავფილტრეს რაღაცა 0.9 threshold-ით მე ვერ ხვდები აზრს რომ გადავატარო ისევ ახლიდან ეს ამ მონაცემებს რა შეიძლება იყოს რაღაც პატარა ცდომილება არ გონია რა მაგრამ აი ლოჯიტები ხო შეიცვლება შეიძლება top 1 არ შეიცვალოს მაგრამ აი top 2 და top 3 რო შეიცვალოს ეგეც კარგი არის top 2 და top 3 შეიცვლება მაგრამ მე ხო ლოჯიტებს არ ვასწავლე მე ვასწავლი true labels soft label-ებით არ ვატრენინგებთ soft label-ებს pseudo labelings რო აკეთებს მაგ დროს აკეთებს და ანუ უბრალოდ unlabel data-ზე იქნება ეგ label-ზე უბრალოდ ის hard label-ი არის დარწმუნებული ვარ რომ აქ რა და ხო და მგონი აქაც მასე აკეთებენ ანუ student models იგივე data-ზე hard label-ს იყენებენ უბრალოდ labeled data-ში იყენებენ hard label ანუ ეგაა ხო ლოგურია ხო გავიმარ ხო ანუ soft label-მა უკეთეს შედეგი მისცეს მართალი ხარ ანუ hard-ზეც სადეს როგორც ჩანს soft label-მა უკეთეს შედეგი მისცეს ანუ ფაქტობრივად განაწილება რო ასწავლეს უკეთეს შედეგი მიიღეს რაც ლოგიკურია ხო რატო არა იმიტომ რომ განაწილებას ვასწავლი მაგრამ teacher მოდელის განაწილებას ვასწავლი თავიდან ხო შეიძლება კი იმიტომ რომ სხვა განაწილებაზე გადავა მე მაგრამ top 1 შეიძლება არ შეიცვალოს მაინც და მე ხო მაინც top 1-ს ვიღებ და ისევ გადატარებას აქვს აზრი რავი დამეხმარეთ თქვენც ანუ მით უმეტეს თუ განაწილებას ვასწავლი რანაირად შემეცვლება მე ბევრად ლოგიტები შეიძლება top 2 და top 3 შეიძლება ვაფშე აღარ შემეცვალოს განაწილებას ვასწავლი top 1-ს რო ჰარდს რო ვასწავლიდე ხო უფრო შემეცვლებოდა ეგეთ განაწილება უფრო შეიცვლება განაწილებას ვასწავლი რანაირად შემეცვლება განაწილება კაცო განაწილებას ვასწავლი და არა იმას რა ქვია ანუ ინტუიტიურია პირდაპირ ერთი ლეიბლი ვასწავლო ხო უფრო შემეცვლება განაწილება ვიდრე განაწილება რო ვასწავლო მთლიანად განაწილება რო ვასწავლო პროსტო top 1 top 2 იქნება ის რაც განაწილებაში იყო მაგის მიხედვით როგორ body shape zone out ანუ თუ განაწილებას რო ვასწავლი იმის მიხედვით ექნება ეგ პირველი და მეორე და ანუ hard label-ი რო ექნება არ იქნება ანალოგიურად ხო რავი ეგ თქვენაც ხო მაგიტოა რას სახდი ანტონ დამაუწყდა მაგრამ ლოგიკურია რა თუ არა ლოგიკური მითხარი იმიტომ რომ მე ძალიან ლოგიკური მგონია განაწილებას რო ვასწავლი უფრო განაწილებას ისწავლის და ლოგიტები უფრო არ შემეცვლება მე ანუ შეიძლება მე-5-ზე ვინც არის და მე-4-ზე მაგან ადგილები გაცვალოს და ტოპ-1-მა და ადგილი რო გაცვალოს ბევრად ის არის იშვიათი ხო ბევრად იშვიათია და ანუ იდეაში მეთანხმები ხო რომ დიდად აზრი არა გადატარებას მით უმეტეს soft სულ ვასწავლი და განაწილებებზე უფრო დიდი ცვლილებები იქნება ვიდრე one-hot-ზე ხო რა თქმა უნდა მაისა one-hot-ზე ანუ one-hot-ზე hard label-ზე ხო და რანაირად მექნება მე უფრო hard-ზე უფრო მეტი ცვლილება არ შეიძლება მქონდეს
ლოგიტები უფრო არ შემეცვლება? არ იქნება Top- ცვლილება. Top 1-ის არ იქნება, მაგრამ ლოგიტების რატო არ იქნება? ჰარდი მხოლოდ top 1 არის. ბიჭო, ჰარდი ნიშნავს, რომ მხოლოდ top 1 ვიცი არის. გავიგე კაცო. ვიცი, ანუ ვასწავლი მარტო top 1-ის ამოცნობას. ხო. მაგრამ top 1 რო ამოვიღო, ხო ლოგიტები უნდა მივიღო, ანუ პროსტა ეგრე ხო არ მეტყვის, საიდანაც ხო უნდა argmax-ი ამოვიღო. ანუ რაღაცა ის დისტრიბუცია ის შექმნეს ჩაოლებრივად, კაცო. ანუ დისტრიბუცია ექნება მაგას. top 1 რო ვასწავლო ჩაოლებრივად მოდელს, მაინც დამიბრუნდება დისტრიბუცია მერე ლოგიტების. კი. მაგაზე ხო თანხმდებით? კი. და hard label-ებს რო ვასწავლი მარტო, რა დისტრიბუციას დამიბრუნდება? ეგ ხო უფრო განსხვავებული იქნება ვიდრე soft label-ები რო ვასწავლო და მაგ დისტრიბუციისგან. რავი. უფრო განსხვავებული რის მხრივ? ანუ 0-1-ს რო ასწავლი და დისტრიბუციას რო ასწავლი, ხო განსხვავდება. აი 0-1-ს რო ასწავლი და 0-დან 1-მდე დიაპაზონში რიცხვებს. და ნუ რითი განსხვავდება? ანუ ნახე, უფრო მეტი ცვლილება შეიძლება შემოიტანოს მეთქი hard-მა ვიდრე soft-მა. კი. ხო და შენ პირიქით თქვი წერა. ხო, პირიქით თქვი, ანუ ორივე სწორი არის რაღაც თავის მხრივ. განაირად. ანუ რაღაცა შემთხვევაში კი როგორ არა, რაღაც შემთხვევაში ყოველ სიმახს იქნება, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში რანაირად იქნება ეგრე. რომ hard-მა უფრო სხვა და განაწილება დამიჯინა ვიდრე soft-მა. ანუ უფრო მეტი ცვლილება შემოიტანა soft-მა უფრო სწორად ვიდრე hard-მა პირიქით ბოდიში. კი, მაგრამ პატარა ცვლილებაც ხო აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ top 1-ს ვიღებ და top 1-ის accuracy ითვლება და მე top 1 არ მაინტერესებს? ხო. ოკეი. რა ვიცი. top 5-იც არის იდეაში, top 5-ის accuracy-ც შეგიძლია დათვალოს ჩვეულებრივად, მაგრამ ხო top 1 accuracy-ზე ალბათ ნუ არ ვიცი რა. top 1 accuracy-ზე რა გამაქსეს ფაქტობრივად და soft-ით. ის ოდნავ უარესიაო, ანუ იმით შეიძლება ჩვეულებრივად კარგ განაწილებამდე მიხვიდე. ანუ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ soft label-ებს ვიყენებთ, რაც არის ფაქტობრივად განაწილებას ვასწავლი მოდელს, განაწილებასთან ითვლება ჩემი loss-ი და არა პირდაპირ one hot distribution-თან, ანუ რაც 1-იანთან და 0-იანთან. ანუ პირდაპირ კლასს რო არ ვასწავლი, ვიღებ უკეთეს შედეგს შესაბამისად ასევე რახან გაწრფნილი არის მოდელი უკვე ისე დაულეიბლებელ მონაცემებზე, რომლებზეც confidence იყო საკმაოდ მაღალი, მაგიტო გადატარებას დიდად აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ფაქტობრივად ვასწავლე ის distribution-ი, რაც მანამდე მქონდა და ეხაც რო გადავატარო, მექნება ძალიან მცირე ცდომილება, რაც შეიძლება საერთოდ არც მქონდეს. და მე აქ გადატარებას ვაკეთებთ paper-ში, არა? არა, ნახე, უკვე დალეიბლებულ მონაცემებზე ახლიდან გადატარებას აღარ ვაკეთებთ. ხო, ანუ თავიდან რაც მქონდა, ხო? pseudo-ზე არა. ხო, აღარ, ხო. აი, გიორგი, გავიცით შეკითხოს პასუხი თუ გავაგზავნოთ კიდე? მიქა მე მაინტერესებს ცოტა პრაქტიკული pipeline-ი რა, ანუ რეალურად unlabeled data რო ქონდეს რაღაც 300 მილიონი, მაქედან რაღაც რაოდენობის მონაცემს ვიღებ და პირველ loop-ზე მაგას ვიყენებთ pseudo labeling-ისთვის რა. მაგას pseudo labeling-ებთ რა, ლოგიკურად. მეორე loop-ში დანარჩენ იმას ვიყენებ და ესე ვაგრძელებ, სანამ არ ამოგველევა ეს unlabeled data, ხო? შეგიძლია კი, ხო. ანუ მთლიანად ყოველას არ ვაყლი ეგრევე პირველივე loop-ში. არა, ხო, თავიდანვე არა. ოკეი. მე თავიდანვე ის რომ ეგრე გვიქნა ეგეც ხო, ანუ ცოტა counter intuitive არის რა. ანუ მე პოს არ დარჩებოდა დაულეიბლებელი data რო pseudo label. ხო, კარგად ალეიბლებს საერთოდ ეგეც ხო არის და. ხო, მართლა გეგენავა.
ანუ რაღაცა ნაწილებად ვყრით იმას, ხო თითოეულ ლუკში ვყრით რა, ანუ რაღაც ნაწილებად შევყოს თვითონ ეს მონაცემები, რომ რაღაცა ის 300 მილიონიდან რაღაცა ნაწილი, მე მეორე ნაწილი, მე მესამე და ასე შემდეგ რა. ანუ ყველა რო შევშვა ძალიან counter intuitive არის, მაგრამ სამაგიეროდ იმის adjustment-ები რომ weight-ებს რო წაშლი თავიდან რო დაატრენინგებ, ცოტა სხვანაირი შედეგი შეიძლება მიიღო, მაგრამ გააჩნია ანუ. ანუ მგონი თავიდანვე ყველაფრის ფსევდოლეიბლებს ვიღებთ. არა? როგორ? ანუ თავიდან ყველა რო შევშვა, მე მეორე სტუდენტს რაღაცზე დაატრენინგი, მეორე teacher-ს რაღაცზე თავიდან არა, იგივე ნახე დატას თავიდან. იხარ. მეორე სტუდენტს უფრო სწორად. არა, იგივე დატას იხანებ. ალო, ხო ისმის? კი. ანუ შეხედე. ახალ მონაცემებს იყენებ ყველა იმას რა ქვია იტერაციაზე. აი აქ წერია აქ. ხო, ეგ ძალიან ლოგიკურია ახალ მონაცემს რო იყენებ და ანუ ყველა ერთად მეგონა ყველას ერთად უყრიდით და ძალიან არაეფექტური იქნება ეგრე ანუ ტრენინგი საერთოდ. ანდო შენ რა თქვი? ანუ რომ პირველ ჯერზე ყველაფერი შეგვაქვს და მე იგივეზე relabelings ვაკეთებთ რა. ხო და არ ვაკეთებთ relabelings. აქ არ აკეთებენ relabelings. აბა ახალი დატა შეგვაქვს და მაგაზე ვაკეთებთ labelings. ხო? მასე წერია. ყველა რო შეყარო მე რა აზრი ექნება ისე ანუ საერთოდ მეორე სტუდენტის ტრენინგს. იმიტომ რომ აუგმენტაციებს აკეთებ და რაღაცებს. ხო, მაგრამ აუგმენტაციებს აკეთებ და უფრო რობას რო გახდეს, კი ბატონო, მაგრამ შემდეგ იტერაციებს რა აზრი აქვს მაშინ? ანუ შემდეგ იტერაციებზე ხო რაც просто overfit-ზე გამყავს ფაქტობრივად მოდელი რა ახალ აუგმენტაციებს ხوار ვაძლევ, ანუ ეგეც ხო რენდომი არის. თავიდან მაგ რაღაც სიტყვაზე 130,000 ფოტო. დავატრენინგე დეტერმინისტული მოდელი 1.3 მილიონი. რაც არის, რა ვიცი რა, ნუ 1 მილიონი სიტყვაზე თუ რა 1.3 მილიონი მოკლედ მე დავალეიბლე. დავატრენინგე რაც 130,000 პლუს 1.3 მილიონზე. მე ეგ სტუდენტი, რომელიც და ეხა დავატრენინგე, ეგ გახდება teacher-ი. მე ისევ რაღაცა დატასეტი მევატება და კიდე მაგასაც ვალეიბლებ, კიდე უფრო მეტ მონაცემზე. კიდე ვატრენინგებ და ასე შემდეგ იზრდება ნელ-ნელა მონაცემები რა. მიხვდი? კი, მე რო წავიკითხე, მგონი სხვანაირად მოვხდი მაშინ. papers. არც მანახ საწერიან თუ გამომრჩა და არასწორად გითხარით, ეგ ძალიან ცუდი რაღაც გავაკეთე როგორც ჩანს და საპირისპიროსაც წერია. ნახა ორი წამი და ჩავაკეთებ.
ძალიან სიჩუმე ჩამოვარდა ჩემბრალიცა. რამე კითხვა ხო არ გაქვთ კიდე? აი ხა ეს ლისტი რო დავინახე, ცოტა გაადიდო, შეგიძლია აი model და unlabeled set size რო წერია, მაღლა მარცხნივ. კი ბატონო. Weight შევხედო და ეგ ბუორო ეწერა, მეგონა with ეწერა და ეხა მივხვდი არა, ხო. ხო. მეთქი რატო უარესდება noise-ით შედეგი თქო. აი გადავხედოთ papers, ნახოთ აბა თუ წერია. თვით კიდე ჩადი. გონეს ის თავიდან წერია. მიქამერე კიდე ჩადი მიმცხრელზე. ბიჭო, შენ თვითონ გახსენი და ჩად. რომელზე აბა? მიქას მინდა ვანახო თორე. აი რა წინაზე რაც მარცხნივ მაღლა რო იყო. სადავიდე რა გინდა? ქვემოთ იყო, კაი არაფერი მე გეტყვი. იცი რა არის? აქ მე მგონი სადღაც ხო ნახსენები, აი ესეთი რაღაცა რა. რაც პროცესი იყო მე მგონი ხო. ხო, ახლა ის ანუ ხო ხტები, აქ რაც წერია ანტონ რა, იდეაში ორნაირად შეიძლება გაიგო რა, მე ხა მაგალითად სხვანაირად გავიგე, რომ მონაცემს ამატებენ და მარტო მაგას ალეიბლებენ. შეიძლება ისე გაიგო, რომ მანამდე რა დაულეიბლებელიც იყო, მაგას კიდე ახლიდან ალეიბლებენ რა. Control F-ით relabel მოძებნე და ნახავ რომელ ნაწილი. აი მანდუი არის თავიდან. ამაზე იძახი? ხო. ანუ relabels უშვებიან, ანუ ახალი დატა არ შეუძლია. არა, ახალ დატას უეჭველი ამატებენ, კაცო, მეორე და მესამე იტერაციაზე ზდიან დატას და რანაირად. საწერია ეგ რო ზრდიან, იგივე დატას იყენებენ. პირველ იტერაციაზე რაც გამოიყენეს. უძარვა 1-ზე აქვთ მე შეფარდებელ მონაცემების და რანაირად მესამე იტერაციაზე არის უძარვა 1-თან. სამი იტერაცია გააკეთეს. batch size კი არა. სად იყო? ეგ batch size-ია. ასოზაათი რო ქონათ. 30 ხო ნახსენები იყო ასე. მე ვიპოვე აი iterative training ჩაწერე, მიქა find-ში ჩაწერე, the best model in our experiment ჩაწერე ეგრე. შეხე წაიკითხე ეგ ნაწილი და მან წერია რომ ჯერ 14-ს იყენებენ, მერე 28-ს. არა, ეს batch size-ია. ხო. Okay. აი relabeling-ი ეს მაინტერესებს. Okay. მართალი ხარ ალბათ? არ ვიცი.
სკრინშოტით ჩაგეგდე Discord-ს. მაგერ ნახავ ხა Discord-ს. ხო, ანუ ის batch size იყო ბოდიში. ამდენში 130 მილიონ ფოტოზე გაწვრთნეს და უბრალოდ ახლიდან relabeling-ს უკეთებდნენ. და რეალურად მაგრამ თავიდანვე 130 მილიონი წესით არ მიუციათ. თუ თავიდანვე 130 მილიონი გამოიყენეს და თავიდანვე. ანუ ახალ დატას არ ამატებენ პირველ იტერაციაზე, რადგან პირველ იტერაციას ამეორებენ, ხო, პირველ იტერაციას ამეორებენ უბრალოდ. ხოლმე სხვანაირად გავიგე აი ეს რა. აი აქ ეს. ხტები? ხო. აი აქ რა წერია. ამ step 2-ზე რო გადადიხარ, მე ჩავთვალე რომ ანუ ისევ ახალ მონაცემს ვალებდა. კაი, ბოდიში. გიორგი მართალი ყოფილხარ? ახლიდან ალეიბლებენ და სწორად განახობდა ინტუიცია. უბრალოდ მე ჩავთვალე არასწორად, აბატია. ოკეი. ხო, დიდად ბევრი არ შეცვლა ამ ალგორითმში. მოდი იგივე მონაცემს იყენებენ და იგივეს ალეიბლებენ ახლიდან, ხო? გასაგებია. ოკეი, რამე სხვა კითხვა ან რამეზე ხარ ვილაპარაკოთ? სხვა თემაზე? სხვა თემას თუ გინდა, მაშინ რეკორდის გავთიშა. ანუ ეს efficient net-ი რა არქიტექტურა არის? აუცილებლად ნეირონული ქსელია ჩვეულებრივი. ანუ რეზიდუალები აქვს? კი. ხო და ის რო არის აი layer-ებს რო drop out, მაგ დროს რეზიდუალებიც იდროპება თუ? რეზიდუალი იდროპება კი. აი გავთიშავ ხოლმე მაშინ რეკორდინგს რა.